თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლოს ხდომა უნდა დაიწყოს. პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას, ადვოკატები კი საკუთარ სიტყვას უკვე მომავალ ხდომაზე იტყვიან. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ყველა ბრალდებულს მიმართული აქვს პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, პროკურატურა კი წინაპირობად დანაშაულის აღიარებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ამ საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ყუდუშაური, ასევე ბურჭულაძის ცოლის მა ვასილ მხეიძე არიან ბრალდებულად ცნობილი. მიმართეთ პარასკევს განცხადებით პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. დღეს გვექნება ამაზე პასუხი, სავარაუდოდ პროკურორი გააჟღერებს პროცესზე პოზიციას თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში, რომელთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. ჩვენს განცხადებაში მოთხოვნა იყო პირობითი მსჯავრი და ჯარიმა იმოდენობით, რაც გირაო აქვს მას შეფარდებული. დანარჩენ პირობებს თუ რაიმეს დაამატებენ, ამას შევიტყობთ დღეს. ველოდებით საპროცესო შეთანხმებაზე პასუხს, მაგრამ პარალელურად პროკურორი იტყვის დღეს დასკვნით სიტყვას. ბატონი ჯუანშერი დააფიქსირებს მის პოზიციას საბოლოო სიტყვაში. დღეს არა, როცა საბოლოო სიტყვის თქმის დრო მოვა.